დოლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს, აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნევამ ბიზნეს პარტნიორის ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, რომ ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ეროვნული ვალუტა 5-6%-ით არის გაუფასურებული. მისივე თქმით, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები სტაბილურია. თურნევას განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, როგორც ტურისტების რაოდენობა, ისე შემოსავლების კუთხით დაფიქსირდება და რთულია ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება. პოტენციალზე, იმიტომ რომ დოლარის მყისიერ გაუფასურებას ჩვენ არ ველოდებით, არც უნდა ველოდოთ. ჩვენ ერთადერთი უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი რამ მოხდა, რომ არის ამერიკული დოლარის გლობალური გამყარება, ეგრეთ წოდებული ტრამპის ეფექტი, რასაც ვეძახით, ამას ვერსად გავექცევით, იმიტომ რომ ჩვენ მცირე ღია ტიპის ეკონომიკა ვართ და ახლა დოლარის ასე ვთქვათ გაცვლით კურსი და პოზიციები ჩვენზე არ არის დამოკიდებული. გლობალურად გამყარდა დოლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში, მათ შორის ლართან, მიუხედავად ამისა, თუ შევადარებთ ჩვენ იგივე ნოემბერს და დეკემბერს, სულ 5-6% არის ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში, რაც საერთოდ არ არის კრიტიკული. გარდა ამისა, განსხვავებით წინა საარჩევნო პერიოდისა, როდესაც მართლაც იყო გაუარესებული მოლოდინები და ძალიან ესეთი ხისტი მოთხოვნა იყო დოლარზე და პრაქტიკულად არავინ არ ყიდდა დოლარს ბაზარზე და ყველა ყიდულობდა და იყო რისკი, რომ მყისიერად გაუფასურებული იყო ლარი და ამიტომ მოგვიწია ჩარევა. ეხლა ლარი საკმაოდ ჯანსაღად მერყეობს გარკვეულ დიაპაზონში. იმიტომ რომ ეს ბევრ რამეზე მეტყველებს იმაზე, რომ კლავინდებურად ტურისტი ჩამოდის და შემოდის შემოსავალი, კლავინდებურად გზავნილი იგზავნება, კლავინდებურად ინვესტიცია შემოდის. აბა ჩვენ ხელოვნურად კი არ ვიჭერთ კურსს. ზოგიერთს გონია, რომ ჩვენ დღემდე რაღაცას ვაკეთებთ ხელოვნურად. არა, ეს იყო ჩარევა სრულიად ესეთი ასე ვთქვათ სწორი და რაციონალური არჩევნებამდე, როცა იყო რისკი, მე პირიქით ჩვენ ახლა ვავსებთ რეზერვებს და ვყიდულობთ.